არქეოლოგიური აღმოჩენა მაესტროზე. მეგლარ ახოსპირელის 6 ნომერში მოგნისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევების ქვეშ არქეოლოგიური გათხრების შედეგად წმინდა გიორგის სახელობის ქართული ტაძარი აღმოაჩინეს, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით მე-13-მე-14 საუკუნეებში ლაშა გიორგის ძეს დავით ულუს უნდა აეშენებინა. მეორე ვერსიით კი დემეტრე თავდადებულის ვაჟს დავით მერვეს. ისტორიის თანახმად არქეოლოგიური გათხრების დასრულების შემდეგ შესაძლოა წმინდა გიორგის ნეშტის ნაწილებიც აღმოჩნდეს. არქეოლოგიური გათხრები კულტურის მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარეობს. ცნობები იყო იმის შესახებ, რომ აქ არის ქართული ეკლესია, მაგრამ დოკუმენტები ამისი არ გაგვაჩნდა და ახლა ამ გათხრების შედეგად აღმოჩნდა ეს ქართული ეკლესია, თქვენ ხედავთ აი ეკლესიის გარე კედელს, მის ბურჯებს, ეკლესიის იატაკს და აი ახლა გათხრები გაგრძელდება და აი ეს პერიმეტრი გამოჩნდება აი ამ ტაძრის. ვარაუდი გვაქვს, რომ უნდა იყოს ბაზილიკა,